თუ twin-წყობა მოწყობილი მაქვს ეგრე, რომ ჯერ ადამიანები, მერე ბიზნესი და მერე შედეგები. twin-წყობა ანუ purpose-დან გამომდინარე მაქვს რა, ანუ customer centric purpose-ი მაქვს რაღაც, ანუ მომხმარებელზე ორიენტირებული საზრისი მაქვს ორგანიზაციაში. შესაბამისად, ზრუნავ იმაზე თუ რამდენად მომხმარებელზე ვართ ფოკუსირებულები ადამიანები. შესაბამისად, მე ეს პროცესები როგორ უნდა ავაწყო, ეს ყველაფერი განგრძობითად კეთდებოდეს და ხდებოდეს და მე ამას რა შედეგები მოაქვს, რომელიც ციფრებში აისახება, ხო? თუ ესეთი მოწყობა გავაკეთე, შესაბამისად ალბათ ბორდის შეხვედრა რო გაქვს, გახსნის შეხვედრას ესე რომ ჩვენ მომხმარებელზე ორიენტირებული საზრისიდან გამომდინარე ამ პერიოდში და რაღაცა ადამიანურ მეტრიკა, ანუ people მეტრიკებით შეხვალ რა, რაღაც ამდენ ადამიანს მომემსახურე პირობითად ვიძახი რა რაღაცა. ამდენ ადამიანი დავაახლო, მოუგვარე ეს პრობლემა, ამაში ჩართული იყო რაღაცა ფრონტლაინის თუ წინახაზის, მოკლედ რაღაცა პირობითად ვიძახი, ეგეთი ტიპის რაღაცა შედეგზე რეპორტს გავუკეთებ, ბორდს მაგალითად. შემდეგ უკვე გადახვალ რომ ბიზნესში რაღაცა არ ვიცი, ახალი პროცესები გაქვს, ინიციატივები გაქვს, რაღაც სტრუქტურა, რაღაც ეგეთი თემები და ბოლოს ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ჩვენ რაღაც კვარტალი დავხურეთ ესე, წელი დავხურეთ ესე, თუ რაღაცა ბიუჯეტთან ვიყავით ესეთ მიმართებაში რა.